ჩვენ მგონი ვუშვებთ ერთ სტრატეგიულ შეცდომას, როდესაც ვართ ეგრეთ წოდებული რეაქციის რეჟიმში. საქართველოს ბანდა ხელისუფლება ერთ განცხადებას გააკეთებს, პირველ განცხადებას მეორეს მიაყოლებს, მეორეს მესამეს ერთი დღის მანძილზე. მერე რამეს ჩაიდენს, მერე რაღაც კანონს მიიღებს ან კანონ პროექტს შექმნის, მერე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს მეორეს მესამეს ერთი დღის მანძილზე კვლავ ვიმეორებ და გამოვედევნებით ხოლმე თითოეულ მათგანს ჩვენი რესურსებიც არ არის თუ გულახდილები ვიქნებით საკმარისი და ამასობაში ეს ბანდა ხელისუფლება დაგვაშვებინებს ხოლმე შეცდომებს, მერე იმ შეცდომებს გამოეკიდება პროპაგანდის მანქანას აამოქმედებს, აამუშავებს, ჩვენს წინააღმდეგ მომართავს, აქცენტს სწორედაც რომ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე გადაიტანს და იმ კამპანიას 1-2-5-15 რა ვიცი ბევრს ერთი დღის მანძილზე კვლავ ვიმეორებ, იმ კამპანიას იგებს, იმარჯვებს იმ კამპანიაში არც თუ იშვიათად. ამასთან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ანუ ბანდას ქართული ოცნებისა, ეს სტრატეგია აქვს შერჩეული ერთი დღის განმავლობაში ის 15 სიგიჟეს სჩადის, 15 სიგიჟეს გვთავაზობს და ჩვენი რესურსები ამ 15-ივეს უბრალოდ არ ყოფნის, უბრალოდ არ სწვდება. აი მაგალითად, 2 დღის წინ, თუ 3 დღის წინ ჯერ ხოლ გააკეთეს განცხადება იმის თაობაზე, რომ ახალი ცვლილებები შეაქვთ ერთ-ერთ კანონში, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი გადმორიცხული $1 გამო, $1, 1 ევროს გამო, რომელიც ჩვენს ანგარიშზე შესაძლოდ მოხვდება, ჩვენი მეგობრები გვირიცხავენ ან ოჯახის წევრები გვირიცხავენ, შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ეს არ იკმარეს და იმავე დღეს თქვეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდება. ზოგმა ამ უკანასკნელ ამბავზე გაამახვილა ყურადღება, ზოგი ამ უკანასკნელ ამბავზე გადაერთო, ზოგმა მიიჩნია, რომ ეს ამბავი მეორე ხარისხოვანია და პირველ საკითხზე მიაქცია ყურადღება, მიაქცევინა ყურადღება საზოგადოებას, მნიშვნელოვან ნაწილს. ზოგმა ორივე საკითხი, ორივე თემა დაივიწყა თუ არ მიაქცია ყურადღება ორივე თემას და ძველ ამბებზე გაამახვილა ყურადღება და ასე გადანაწილდა რესურსები ჩვენი, გაიფანტა უფრო ზუსტი რომ იყო და ასე დავმარცხდით, მეთქი ასე ვიტყვი, 1, 2, მესამე თუ მე-17 კამპანიაში. აღარ მახსოვს რომელიმე ბანდიტმა ხელისუფალმა შეიძლება რაღაც სკანდალური ან ეგრეთ წოდებული სკანდალური განცხადებაც გააკეთა, ამანაც ჩვენი რესურსები გახარჯა, ასე ვიტყვი და გავბედავ და ვიტყვი, რომ დავმარცხდით იმ კონკრეტულ ბრძოლაში, არა ომში, ომს ვიგებთ, რა საკვირველია, ამასაც ხმამაღლა ვიტყვი. ხომ არ ჯობია ეს ყველაფერი, რასაც გვთავაზობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნებისა, გადავდოთ ხოლმე და ჩვენ შევქმნათ დღის წესრიგი. ჩვენ თავად ვთქვათ, რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი და ისინი უმალისინი გახდნენ კომენტატორები, იქცნენ კომენტატორებად. მათ გვსდიონ, ასე ვიტყვი, მათ გააკეთონ კომენტარი და მათ გვიპასუხონ იმ დღის წესრიგზე, რომელსაც ჩვენ შევქმნით. სამწუხარო ამბავია, რომ პოლიტიკოსები კარგები არ კამათობ დაპატიმრებულები ვინც იყვნენ, ან დაპატიმრებულები ვინც ჯერ არ არიან და ბევრს დააპატიმრებს ვიზნა ივანიშვილი ბანდიტი, რა საკვირველია. ამ ვაქებს ცხადია მათ, ეს პოლიტიკოსები სამწუხარო დღის წესრიგს ვერ ქმნიან. ეგ კი არა, რუსთაველის გამზირზეც კი პოლიტიკოსებს, აი იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, უმეტესწილად ვერ ვნახულობთ რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს 8 საათზე, 9 საათზე და ასე შემდეგ. ამიტომაც თუ ვიტყვი, რომ პროტესტი დამატებით ამიტომაც ილევა მეთქი, არ ვიქნები მთლად მტყუარი. ჩვენს გასაკეთებელს კარგად უნდა ავხსნა. საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ გააკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა ელის რა საკვირველი უფრო ხალხმრავალ და უფრო ხმამაღალ პროტესტს ქართული საზოგადოებისა, მაგრამ ამავდროულად ელის რომ პოლიტიკოსებიც აქტიურდებიან. და მაინც და მაინც პაპუაშვილს, რომელიც აი ნახევარი საათის წინ გამოდიოდა და ბოდავდა რაღაცებს. იმას კი არ გამოეკიდება, ცხადია, უნდა უპასუხო ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, მესამეს მხრივ, მაგრამ არ უნდა დატოვო არაფერი უპასუხოთ თითქოს. მაგრამ მეორე მხრივ შეუნდა მოახერხო და
ისე გააკეთა, რომ პაპუაშვილმა იქით გზდიოს, იქით ინერვიულოს და არა გვანერვიულოს. სანერვიულო კი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს, მოდი ვიტყვი ასე, თუ ამასაც ეფექტურად გამოვიყენებთ. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ეუთო აქვეყნებს კი არა აპირებს ამოქმედოს ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი. ეს არის სპეციალური საგამოძიებო ინსტრუმენტი, რომელსაც ეუთოს წევრი ქვეყნები იყენებენ, როცა რომელიმე ქვეყანაში ხდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა და არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფო თავად ვერ ან არ იძიებს ამას კეთილსინდისიერად. ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფო წოდებული ხელისუფლება, რომელიც აიგივებს თავს სახელმწიფოსთან, შეგნებულად არ იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევებს, ეგ კი არა თავად არღვევს, სწორედ თავად არის დამრღვევი. მოკლედ ეს არის მოსკოვის მექანიზმი ეუთოში არსებული. საერთაშორისო გადაუდებელი შემოწმება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ამა თუ იმ ქვეყნისა და შესაბამისად ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება. როდის და როგორ შეიქმნა? შექმნილია 91 წელს მოსკოვში ეუთოს ადამიანის უფლებათა დოკუმენტის ფარგლებში. ისიც თქვენ რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, როცა დასავლეთს სჭირდებოდა რეალური ბერკეტი ავტორიტარული გადახრების წინააღმდეგ, სწორედ ეს მექანიზმი, მოსკოვის მექანიზმი შექმნა. როგორ მუშაობს? მინიმუმ 10 ქვეყანა და ჩვენ შემთხვევაში 24 ქვეყანა აყენებს საკითხს და ეუთოს წევრი არის პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ შემთხვევაში ეს საკითხი დააყენა 24-მა, არა 10-მა, 12-მა, 13-მა, 15-მა, არა 24-მა ქვეყანამ. ინიშნება დამოუკიდებელი ექსპერტები, ისინი იკვლევენ კონკრეტულ შემთხვევებს, რეპრესიებს, ჩვენ შემთხვევაში რომელსაც ახორციელებს სწორედაც რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ისინი იძიებენ არჩევნების გაყალბების ამბავს, ძალადობას დემონსტრანტებზე, პოლიტიკურ დევნას პოლიტიკური ოპონენტებისა და მზადდება ანგარიში და მართალია შალვა პაპუაშვილი ბანდიტი, როცა ამბობს რომ სარეკომენდაციო ხასიათი აქვსო, ანგარიშის მიხედვით მომხსენებელი წარადგენს ამ ანგარიშს და მიუხედავად იმისა რომ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, ის არ საშივრდება, მისი გასაჩივრება ან სხვა ინსტანციაში მისი გადაკეთება წარმოუდგენელია და საქმე ვერ იფარცხება. მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის თანხმობა ამ შემთხვევაში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა, რომ მოდით, მობრძანდით და შეგვამოწმეთო, საჭირო არ არის. ეუთოს მისიის და ვერც ერთი საერთაშორისო მისიის წარმომადგენელს ცხადია ვერ დააკავებს და აპატიმრებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება საზღვარზე, ან ვერ აუკრძალავს, არ ვიცი ესეთი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ ვერ აუკრძალავს მეორე მხრივ თუ რამსაღი აზრი არსებობს სახელმწიფოში, ქვეყანაში შემოსვლას. სამართლებრივი და მორალური წნეხია ეს ამა თუ იმ ხელისუფლებაზე, ვიტყვი იმასაც რომ ბელარუსში და რუსეთში იყო ამოქმედებული ეს მექანიზმი. საფუძველი ხდება დამატებითი სანქციებისათვის და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას რა საკვირველი აშინებს დამატებითი სანქციების სხვათა შორის. მინდა გითხრათ რომ ეუთოს წევრი არის ამერიკის შეერთებული შტატები, ის არ არის ინიციატორი, რამდენადაც ვიცი ამ მექანიზმის ამოქმედებისა, მაგრამ მასზეც, მის პოლიტიკაზეც მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება და სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა. საერთაშორისო სასამართლოებამდე ადრე იქნება თუ გვიან მიგორდებიან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკური იზოლაციისათვის. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ იმ მოკალაკეთა რიცხვში ვარ, ვინც ამბობს, რომ არა ქვეყანა უნდა დასანქცინდეს, ქვეყანა კი არ უნდა დასანქცინდეს, არამედ კონკრეტული პირები ვაგლახთ და სამწუხაროდ ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან ცნობილი მიზეზის გამო და აღარ ჩავღრმავდები იმ მიზეზს, სანქციები, მოდი ვიტყვი ასე, გადადებულია, მათ შორის მეგობარი აქტი. პოლიტიკური იზოლაციისთვის ხშირად ციტირება ხდება ხშირად, უფრო კარგად რომ ჩავავაღალიბოთ, ევროკავშირში, გაეროში და ევროსაბჭოში ამ მოსკოვის მექანიზმის მიხედვით, თუ მოსკოვის მექანიზმზე დაყრდნობით შექმნილი დასკვნა, ვის წინააღმდეგ გამოიყენეს, ეს კიდევ ერთხელ ვთქვათ, ბელარუსში ახლახან 6 წლის წინ არჩევნებისა და რეპრესიების გამო 2020 წელს
რუსეთში უკრაინის კონტექსტში უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთში კონკრეტულად კი ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო რამ დააკლო კადიროვს, პუტინს ან ლუკაშენკას არ დააკლო, მაგრამ ეს არის დამატებითი მექანიზმი საიმისოდ, რომ მომავალში არც ერთმა ხელისუფლებამ, რომელიც იქნება ევროკავშირის ან ეუთოს ფარგლებში ნებისმიერი ქვეყნის სათავეში არ გაბედოს და არ ითანამშრომლოს არსებულ რეჟიმთან დამოუკიდებლად იმისა, ამ რეჟიმის ესა თუ ის პირი კონკრეტული პრემიერ-მინისტრი შეიცვლება თუ არა ამ რეჟიმთან, რომლის წარმომადგენლის იყო ერთ შემთხვევაში კორუმპირებული ღარიბაშვილი, გილუაშვილი, ბურჭულაძე, სხვები და მეორე შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დამრღვევი არც ის აკლებდა ღარიბაშვილი, მაგრამ ამ შემთხვევაში კობახიძეზე ვილაპარაკოთ და რასაკვირველია პირველ ყოვლისა იგულისხმება ბიზინა ივანიშვილი, არაფორმალი მმართველი, რომელმაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, როცა ვამბობ, რომ საქართველოს საზოგადოება მაინც და მაინც რეაქციის რეჟიმში კი არ უნდა იყოს და კი არ უნდა ზდევდეს ყოველ მეორე ვიგინდარას, რომელიც არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაში და პაგე არ უნდა პასუხობდეს, არამედ თავად უნდა ქმნიდეს დღის წესრიგს, ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინოება, ოღონდ ჩვენს მიერ შექმნილი ვაგლაღდა სამწუხაროდ არ არის. ესეც უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად? თუ ქვეყნის მიმართ ამოქმედდა მოსკოვის მექანიზმი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შიდა საქმეები უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი შიდა საქმე, ამაზე არაერთხელ მეც და სხვებსაც გაუმახვილებიათ ყურადღება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა კი ამბობს, რომ მე სუვერენი ვარო, სუვერენული ქვეყნის სუვერენი ხელისუფლება ვარო, მაგრამ როდესაც ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა მიდის კაცობრიობის წინააღმდეგ, არღვევს ესოდენ ხშირად ადამიანის უფლებებს, იღებს სამართლებრივ თითქოს და არასამართლიან ნამდვილად კანონებს და უნისონში თან ხვედრაში არ არის სამართლებრივობა და სამართლიანობა, ოღონდ გამართლებულია, რომ მე სუვერენული ქვეყნის სუვერენი მმართველობა ვარ და ამით ვამართლებო, ამ ლოგიკით მათ შეუძლიათ, რომ დახვრეტის მუხლი აღადგინონ, თეორიულად წარმოვიდგინოთ ეს ამბავი და თქვენ რომ იცით რა ვინ გეკითხებათ თქვენ მე სუვერენულ ქვეყანას მართავ, სუვერენული ქვეყანაა საქართველო და არავინ არ გეკითხებათ ჩემი ექსკლუზიური უფლებაა, მაგრამ ეს ხომ არ იქნება მათი ექსკლუზიური უფლება რეალურად ჩაერევა და უნდა ჩაერიოს კიდეც იმ შემთხვევაში და ამ შემთხვევაშიც სასაკვირველია საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ძალიან მძიმე სიგნალია საერთაშორისო დონეზე, რომ ვიცოდეთ და განსხვავდება არსებითად ვენის მექანიზმებისაგან. პრინციპში ორი ძირითადი მექანიზმი არსებობს ეუთოს ფარგლებში, ეს არის ვენის მექანიზმები და ეს არის სწორედაც რომ მოსკოვის მექანიზმები. ვიცი, ესე იგი ამ მექანიზმების, მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში არ კითხავენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, მაგალითად ამ კითხვით არ მიმართავენ, რატომ დააპატიმრეთ ოპოზიციონერი, ან რატომ შეზღუდეთ მედიის საშუალება, ან რატომ აუქმებთ არასამთავრობო სექტორს. იქ კითხავენ კი არა, იქ ეტყვიან ძახილის ნიშნანს და უსვამენ წინადადების ბოლოს, რომ თქვენ დააპატიმრეთ პოლიტიკოსი, თქვენ დაშალეთ მიტინგი, თქვენ შეზღუდეთ მედია, თქვენ გააუქმეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, თქვენ მიიღეთ ესა თუ ის უკანონო კანონი და ძახილის ნიშანი იქნება დასმული ამ წინადადებების ბოლოს და არა კითხვის ნიშანი. გასცემს თუ არა ამა თუ იმ კითხვას მეთქი ახლა ესე ვიტყვი თქვენის ნებართვით, გააფიქსირებს თუ არა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში საკუთარ პოზიციას კი არა პოლიტიკას პასუხს გასცემს თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, სიმართლე გითხრათ არ ვიცი, კი არა დარწმუნებული ვარ პაპუაშვილის მათ შორის, აი მე სუშვებ შეცნობას რომ მას ვეხმიანები, პაპუაშვილის პასუხიდან გამომდინარე, ახლახან რო გასცა ბრიფინგზე მდგომმა, მაღალი ალბათობით ესენი არ ითანამშრომლებენ, მაგრამ მათთვისვეა უარესი, იმიტომ რომ ადრე თუ იქნება თუ გვიან, მათივე ნაჩალნიკი შეშლილი პარანოიკი ბიზიდა ივანიშვილი ამის გამოც გაუჯავრდება პაპუაშვილს თუ კობახიძეს და ეტყვის რომ კი მარა ყველაფერზე წამსვლელია ბიზიდა ივანიშვილი, კი მაგრამ რატომ არ ითანამშრომლეთ საერთაშორისო თანამეგობრობასთანო? ამას იტყვის, იმიტომ რომ თავად მშრალად გამოძრეს ამ ვითარებიდან. მოსკოვის მექანიზმი არის მძიმე არტილერია, რომელსაც რთავს, რომელიც უკვე პრაქტიკულად ჩართული აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას. აკი გითხარით 1991 წლიდან
მოქმედებს ეს ყველაფერი, ეს მოსკოვის მექანიზმი. მერე იწყება ამის შემდეგ ნამდვილი პოლიტიკა, მეთქი, აი პოლიტიკა მისი იმ გაგებით, რა გაგებითაც ესმით ეს დასავლეთში, იურიდიული საფუძველია სანქციებისთვის, დოკუმენტური მტკიცებულებებია, საკვანძო არგუმენტებია ეკვატორკავშირისთვის, გადაწყვეტილებების მიღებისათვის, სიგნალია ინვესტორებისათვის, ბარემ ვიტყვი, რომ არანაირი თანხა ამ ქვეყანაში დასავლელ ინვესტორებზე ლაპარაკობს, ცხადია პირველ ყოვლისა, მაგრამ არა მხოლოდ დასავლელ ინვესტორებზე, მესმის რომ თქვათ ახლო აღმოსავლეთის ცალკეულმა სახელმწიფოებმა შეიძლება უფრო იოლად მიიღონ ინვესტიციების თაობაზე, ინვესტიციების განხორციელებაზე გადაწყვეტილება, მაგრამ ისინიც გაგიკვირდებათ და აქცევენ დემოკრატიული სამყაროს მნიშვნელოვანი ინსტიტუციების გადაწყვეტილებებს, თუნდაც სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს. ბელარუსზე კი პასუხეთ და ვისაუბრე, რუსეთზე ვისაუბრე და ასე შემდეგ. ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ეს ქვეყანა საკუთარ პრობლემებს დემოკრატიულად აგვარებს, ეს არის სიგნალი, ეს არის გზავნილი, სწორედაც რომ საქართველოსზე იქნება დამატებითი გზავნილი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის, რომ ვიცოდეთ მაინც და ეს იქნებოდა კიდევ ერთი დამატებითი კრიზისი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა საგარეო პოლიტიკის და არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კუთხით. მე არ მგონია, რომ ეს იქნება ტრიგერი საიმისოდ, რომ ქართულმა საზოგადოებამ იხულოს, მაგრამ ასეთი პატარ-პატარა შედარებით მიზეზები განაპირობებს იმას, რომ რომელიღაც ეტაპზე ქართული საზოგადოება იხულებს. მით უფრო იხულებს მაშინ, როდესაც ბიზინა ივანიშვილი დამატებით მიადგება არა მხოლოდ მისი ხელისუფლება ბანდის მიღმა მყოფ ადამიანებს, არამედ მიადგება უკლებრივ ყველას, მეთქი ასე ვიტყვი, ვინც ახლა მიჩუმებული, ჩაჩუმებული, დადუმებული პროპაგანდის იარაღი, პროპაგანდის სხვერპლი კი არა, პროპაგანდის სწორედაც რომ იარაღია სხვათა წინააღმდეგ და ბიზინა ივანიშვილი მიადგება, მაგალითად TV Image-ს. რამდენ ფულს ჭამთ? ამას იკითხავს, იმიტომ რომ ფული ბიზინა ივანიშვილსაც კი, არათუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას რეალურად უჭირს. იმიტომაც ვერ დააფინანსა დე-ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე ის მსხვილი, მაგალითად სტადიონის გაკეთება უნდათ, დინამოს სტადიონის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონის ალტერნატივის გაკეთება უნდათ. ვაზიანში პრაქტიკულად 1 მილიარდი ლარი უნდა დაეხარჯათ და ვერ ხარჯავენ. მაგალითად უნდათ მინიმუმ 150 მილიონი ლარის ჩადება ანაკლიაში და 50 მილიონს ხარჯავენ, იმიტომ რომ ისინი საკმაოდ შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამაზე რომ არ გადავერთო ახლა კიდევ და კიდევ, ისევ და ისევ, მე მგონია რომ თავარი არის არა მხოლოდ მოსკოვის მექანიზმებზე ყურადღების გამახვილება, არამედ დღის წესრიგის შექმნა ჩვენს მიერ, მარტო ოპოზიციას არ გულისხმობ, რომ პაპუაშვილმა თავისი ბოდბები, სუბიექტური მოსაზრებები და ზმანებები კი არ შემოგთავაზოს ყოველ მეორე ჯერზე თუ TV Image-ის ეთერიდან და თუ ბრიფინგიდან და ამასთან იცით თქვენ რომ პაპუაშვილი კონკრეტულად ანტიევროპული მესიჯების თავარი გამხმიანებელია, არამედ პაპუაშვილი იზოლებული იყოს და ყობახიძე იყოს მიიზოლებული და ასე შემდეგ, რომ გასცეს პასუხი ქართულ საზოგადოებას და იმ ნარატივებს, იმ შინაარს, იმ ალტერნატიულ დღის წესრიგს, რომელსაც უნდა შექმნას ქართულმა საზოგადოებამ და შექმნის კიდეც ქართული საზოგადოება დარწმუნებული ვარ. მოსკოვის მექანიზმების გამო, ამოქმედების და სხვა მიზეზების გამო ბიზინა ივანიშვილი გაწუნებთ, რომ ანერვიულდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. და ახლა კიდევ ერთი დეტალი, ბარემ 20 წუთამდე მივიდეთ, 19 წუთი კი ამოიწურა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოღონდ არ დავასახელებ, იმიტომ რომ ამ ინსტიტუციებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არ მყავს რამდენიმე და ორი წყარო არ მყოფნის ამისთვის, ორი პირი, რომელიც ამას ამ ფაქტს დამიდასტურებდა, მჭირდება 3, 4, 5, 6 პირიც კი შესაძლოა. მნიშვნელოვანი ინსტიტუციები ეხმარებიან ბიზინა ივანიშვილს სანქციებისაგან თავის არიდებაში, იგულისხმება არა შეერთებული შტატები, არამედ ევროკავშირი და აგრეთვე ბრიტანეთი, ბრიტანული კონკრეტულად სანქციებისაგან თავის არიდებაში. ერთ პირს კი გითხარით რომ არ დავასახელებ მეთქი, მაგრამ ერთი პირის დასახელება მაინც მომიწევს. ეხმარებიან ეს სუბიექტები, იურიდიული პირები და კერძო პირები, იმ პირთან ერთად, იმ პირთან კოლაბორაციაში და კოოპერაციაში, რომელსაც ჰქვია
ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელი, ტევ იმედის დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე. და აქვთ კონკრეტული საბაბები, სათავისო საბაბები. ბიზინა ივანიშვილის დასანქცირება ლონდონიდან, ბრიტანეთიდან გადაიდო და არა გაუქმდა, იმის გამო რომ ძალიან დიდი თანხა ჩაიტანა კონკრეტულად ირაკლი რუხაძემ, ჩაიტანა მაინც და მაინც ჩემოდნით ცხადია არა, ასე არ უნდა იფიქროთ და რამდენიმე იმ ინსტიტუციამ, რომლისაც ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვიყოთ გულახდილები, გვეიმედებოდა ან სრულად ან ერთგვარად, რომ ისინი მაინც გადამწყვეტ მომენტში იქნებოდნენ დემოკრატიული ღირებულებების და რაც თავარია თავისუფლების და სახელმწიფოს სადარაჯოზე და აღმოჩნდა რომ თუ ეს ინფორმაცია სწორია, აღმოჩნდა რომ თუ ეს ასეა, კვლავ ვიმეორებ, ისინიც არიან ერთ ნავში რუხაძესთან და უფრო ზუსტი რომ იყო ივანიშვილთან ერთად და ეხმარებიან ბიზინა ივანიშვილს გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებში და რაც თავარია იმ საკითხში, რასაც სანქციებისაგან თავის დაღწევა ჰქვია. ამერიკაში მუშაობს ლობისტური კომპანიები, ისინი ემუშავებიან ფრონტერა თავის მხრივ ემუშავება ცალკეულ კანონმდებლებს, მინიმუმ ერთს და შესაძლოა მეტსაც ამერიკის შეერთებული შტატების ზედა პალატაში, ბრიტანეთში ეს ამბავი თუა ბიზინა ივანიშვილი სუპოვია კარგი პარტნიორები ცალკეული ინსტიტუციებისა, რაც თავარია ირაკლი რუხაძის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა ეს რუხაძე, თუმცა ადრე იქნება თუ გვიან მას დაემუქრება რასაკვირველია სხვებთან ერთად საფრთხე და ასე შემდეგ და ბიზინა ივანიშვილი ასე კამპოტშიო რო ამბობენ, ხო გრძნობს თავს ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე, მაგრამ თუ ეს ასეა, მე მინდა გავაფრთხილო ეს ინსტიტუციები პირველ ყოვლისა და ირაკლი რუხაძის სვესა და ბედზე რასაკვირველი არც ვღელავ და არც დავფიქრებულ ვარ, გეტყვით გულახდილად, რომ მე გუშინ ერთი სიტყვა დავწერე, მე პროპაგანდა მაიტაცა და იმედმა ქარდიც კი მომიძღვნა, თითქოს მათ ვანადგურებდი. ეს სიტყვა იყო ასეთი იმედმა და კიდე ალბათ სხვა მედია საშუალებებმაც აღარ ჩამიხედავს, გულახდილად გეტყვით. სხვა პროპაგანდისტური არხების სოციალური მედიის გვერდებში დავწერე ეს სიტყვა, გაგანადგურებთ. ცხადია, იმედს არ გულისხმობდი, მე ვერ დავწვრილმანდები, ახლა იმედის განადგურება არ არის ჩემი თვითმიზანი, ისედაც განადგურდება იმედი, როგორც კი საყრდენი, მათ შორის შავი ფულის შედინების საყრდენი მას გამოეცლება. ეს რომ ვიცოდით, ამიტომ იმედი მაინც და მაინც საკუთარ თავზე მიიღებს ხოლმე მისი ნებისმიერი ხელმძღვანელი, მათ შორის ჩემი ნაცნობი ხელმძღვანელები, როცა ამგვარ რამეს წაიკითხავს მომავალში, ჩემგან წარმოთქმულ თუ დაწერილ რომელიმე მძიმე სიტყვას მიემართება ყველა შემთხვევაში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. ეს ერთი. და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, გაგანადგურებთ ქართული საზოგადოება, მიუმართავ იმ ინსტიტუციებს, რომლებიც თუ ეს დადასტურდა, არიან ბიზინა ივანიშვილის გვერდით. არა არც და მალული, რაც არ გაცხადდეს, უკვე არის ინფორმაციები ქართულ საზოგადოებაში, მოდი ვიტყვი ასე, ჭორის დონეზე, ან მაღალი ალბათობით რომ დადასტურდება იმ ჭორის დონეზე, მაგრამ თუ ემანდ მოხდა ისე, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, შეიტყო დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციები ამ ძნელბედობის ჯამს, ქვეყნისთვის ძნელბედობის ჯამს, საქართველოს სახელმწიფოს მტერ ბიზინა ივანიშვილთან ერთად არიან ერთ ნავში და მას გადარჩენაში ეხმარებიან, გარწმუნებთ, რომ გაგანადგურებთ ამ სიტყვას. ვიხმარ მეორედ, გაგანადგურებთ, მე ვერ მოგერევით, მაგრამ ქართული საზოგადოება, ქართული თავისუფლების მსურველი და თავისუფლებაზე ორიენტირებული და თავისუფლებისათვის მეომარი ქართული საზოგადოება გაგანადგურებთ, არ ნიშნავს მიტრინების ჩამოლეცვას და არ ნიშნავს რომელიმე თქვენგანის ჩამოხრჩობას. გაგანადგურებთ რეპუტაციულად პირველ ყოვლისა და გაანადგურებს თქვენს ბიზნესებსაც, რომლებსაც მე გულახდილი ვიქნები ყოველთვის ვიცავდი. არასოდეს მძიმე სიტყვა არ წამცდენია იმ მნიშვნელოვანი ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტებად ან ბოძებად მიმაჩნდა ამ მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, მე ჩანს მომიწევს თუ დამიდასტურდა თქვენი ესე ღიად
პერსონალურად მათ შორის, გვარცახელებით მათ შორის დასახელება, ზოგ თქვენგანს კი არა, ბევრ თქვენგანს პერსონალურადაც ვიცნობ, იცით თქვენ და თქვენც იცით რომ თქვენს თაობაზე ბევრი და ბევრი, მეტი და მეტი ინფორმაცია მექნება და ბევრი ინფორმაცია კი უკვე ამ ეტაპზე მაქვს. ნახვამდის.